შეიძლება ყველაფერი არასწორად მოხევი. ბიჭო, ეს სადიპოე დევაძის ბავშვის ფოტო. მოგესალმებით ბეტსონ სპორტზე მაგიდის დერბის მეოთხე სეზონის მერვედ ფინალი იწყება. დღევანდელი თამაშის მონაწილეები ქუთაისის შესარჩევი ტურის გამარჯვებული ბექა ჯულაყიძე. გამარჯობა ბექა, წარმატებას გისურვებთ. და მისი მოწინააღმდეგე გიორგი ჯანელიძე. უბრალოდ გიორგი ჯანელიძე აღარ დავამატი არაფერი. ორმაგი დერბი გვაქვს. ქუთაისური გამოვიდა, ხო? და მაგიდის. თან მაგიდის დერბი. ქუთაისური დერბი არის რამე? ფეხბურთში არა. ახლოს არის სამგორალი ტორპედო, მაგრამ თლად ქუთაისური არ არის. 10 კილომეტრის მოშორებით. წარმატებას გისურვებთ. დიდი პატივი არის გიორგის და მაგიდის განაწილება და სიმედე კარგი თამაში გამოვიდა ხალხი ესიამოვნებს. ჩემთვისაც პატივია თქვენი აყოფნა. დავიწყოთ რაუნდი პირველი 5-5-ზე. მაგიდის დერბის მეოთხე სეზონის გამარჯვებულის სახელი და გვარი ამოიწვიფრება აი ამ თასზე. ხოლო ბეტსონ სპორტმა დააწესა პრიზი, ისევე როგორც გასულ სეზონში. ახალი მანქანა Citroen C3 იყო გასულ სეზონში, ამჯერად იქნება Citroen C3 Aircross. თუ ის იყო ჰეჩბექი, ეს უკვე არის კატეგორიით SUV. ძალიან ეფექტური, ძალიან ეკონომიური, ეკოლოგიური, პრაქტიკული და ამ ყველაფრის გათვალისწინებით ევროპაში ერთ-ერთი ბესტსელერი მანქანა. მაგიდის დერბის მეოთხე სეზონის გამარჯვებული ახალ მანქანა Citroen თბილისის ცენტრიდან გამოიყვანს. გადავიდეთ პირველ რაუნდზე. თქვენ უნდა აირჩიოთ 1-დან 5-მდე 3 თემა. ციფრები უნდა მითხრათ. ბექა 4 3 3 არა 3 ხო იყო უკვე, ხა სხვა? 5 ნახოთ რა მოგივიდათ. და წესებიც კიდევ ერთხელ განვმარტოთ, ვინაიდან ეს ჩვენი ახალი რაუნდი არის, ამით შევცვალეთ. ჩამოთვალე. არ ვიცი ეს ჩამოთვალე მოგწონდა თუ არა ზოგს, ძალიან მოსწონდა ზოგს, საერთოდაც არ ეხატებოდა გულზე. შენ როგორ იყავი? შედეგების მიხედვით გულზე არ მიხატებოდა და ემოციურად არ მქონდა ცუდი დამოკიდება. რეალობაზე თასი არის, კოჭო. შენი სახელი თუ ამოიწვიფრა, მე ნახე როგორ გალამაზდება. აღარაფერს ვამბობ მანქანას. პირველი რაუნდის წესი ასეთია. თქვენ გირიგდებათ 5-5 იდენტური კარდი ერთი თემის ქვეშ. ხოლო მოთხოვნა, კითხვა, ასე ვთქვათ, არის ამ ბარათების თანმიმდევრობით სწორად დავაგება. ყოველი ბარათი, რომელიც სწორ ადგილას იქნება 1-დან 5-მდე, მოგიტანთ ერთ ქულას, შესაბამისად დაჯამდება ეს ქულები და მოიგებთ თემას. ჯამში 3 თემა არის მოსაგები. ანუ 2-1 ან 2-0 მთავრდება ხოლმე, როგორც იყო გასული პირველი რაუნდი ჩამოთვალეს შემთხვევაში სამკითხვიანში. პირველი თემა არის ასეთი. დაალაგეთ მუნდიალის ბურთები წლების მიხედვით. ძალიან კარგი პაკეტია, მე მომწონს ეს. სახალისოა. ესეც შენ. გაქვთ დრო, დაიწყეთ ძველიდან ახლისკენ. აი აქ დააწყეთ. თქვენ მხარეს ძველი, იქით ახლები. ძველიდან ახლისკენ. მე მგონი უბადლოთ დავალაგეთ. ხო? კი. კი ბატონო, დაუცადოთ. რაღაც დაუცადოთ, აქაც ყოფილა დაალაგებული. კარგი, მოდი დავიწყოთ და აი აქ დავდოთ. თქვენ როგორც ფიქრობთ, რომელია ყველაზე ძველი ბურთი ამ 5 ბურთიდან? გავხსნათ. ტელსტარს ფიქრობ შენ? ტელსტარს ფიქრობ შენ? ადვილი გამოდგა. პირველი პასუხი სწორია. ეს არის 1970 წელი. 1-1. შემდეგი რომელი მოყვება თქვენი აზრით? მეორე მე გავხსნით. გნებავთ თქვენ. ტანგო, აქაც ტანგო. ტანგო 1978 წელს წარადგინეს, სწორია, მეორე ადგილი მაგისია. მესამე გავხსნათ. ჩვენი რა დაალაგდა. ეტრუსკო უნიკო 1990 წლით თარიღდება. ანუ სწორია, 3-3. ადვილი შეხვდათ. თქვენ კენით ვეღარ ვწდები. ამ ბოლო ორზე ფიქრობდი, სავარაუდოდ. ბოლო ორზე? აბა, აი იმას ველოდები რომ გახსნას. კავსით. აი მანდ აცდით. შენ გაქვს ფევერნოვა, შენ გაქვს Team Geist. Team Geist. გერმანული. Team Geist 2006 წელს წარადგინეს. ფევერნოვას რაც შეეხება, ის 2002-ია, ანუ შენი არის სწორი ადგილი. შენ ბოლო ორი აცილე.
შესაბამისად იქნება ბოლოც უკვე აღარ უნდა. გადმობრუნება ბოლო 2 გაქვს შენ არასწორად. შესაბამისად 5-ვე სწორი არის აქეთ. 5-ით 3. პირველი კითხვა მოგიგო. ეს ბოლო 2 იყო, თიმგეისტი 2006-ია, ვეორნოვა 2002. შენ ეჭვიკეპარებოდა მაგორ შორის? ხო, ან მახსოვდა რომ ჯაბულანის შემდეგ მახსოვდა. ეს არ ვიცოდი 2-ის იყო თუ 6-ის, არ მახსოვდა ზუსტად. სახელზე ეთყობა რომ 6-ის არ გერმანული სახელი აქვს. ხო, სახელი არც ამგითხოს არც ერთის. თვალის მეხსიერებით არც მახსოვდა ეს დავალება. ვიზუალურადაც პრინციპში ხო, აქედან ისე იწყება მე ნაკერები უვიწროვდება. ხო, თუ ეს თავიდან ადვილი იყო კი. შემიძლია სრულად. ეს მიყვარს ძალიან ბავშვური დაბრუნდება ეგ. კი. კი. კარგი, სადამ ეგ დაბრუნდება, პირველი თემა შემოიგე 1-0 გვაქვს ანგარიში. თემა მეორე. დაალაგეთ ფეხბურთელები ასაკის მიხედვით. არ არის ადვილი მინდა გითხრათ. შენი ბარათები გადაკეთებული აქვთ. შეცვლილი პასპორტებით. გაფალდებული. დავიწყოთ. აქედან იქით ასაკის მიხედვით ახალგაზრდიდან ასაკოვნამდე. აქ ერთი თუ შემეშალა დავუშვით პირველი, მერე უმეშლება, ხო? ესე გამოდის. აი, ეგ ძალიან დიდი რისკი არის, კი, მაგრამ პირველი და ბოლო წესთან არ უნდა შეგეშალოს. ანუ ყველაზე ახალგაზრდა, ყველაზე მოხუცი როგორ უნდა გეგონოს, მაგხელა შეცდომა თუ დაუშვი, აი, ნული ქულის ღირსი იქნები ბატონო. ერთი ისეთი ფეხბურთელია წარმოქმნა არ მაქვს. იქნება ჰაბიტუსით მივხვდე ფოტოს ენერგეტიკით. ყოიტყობა ხოლმე რომ ძველია ან ახალია უფრო. სათხარ? იმედია. მართლა პირველსა და ბოლოს შორის ბჭელო? პირველზე რა, არა ბოლო ვიცი. აჰა. დაანჩენ ყველა ეს გერეცი კაცმა არ იცის. აი, ხოს თავში. კარგი, მოდი, გამიშალეთ პირველი. ვინ არის ყველაზე ასაკოვანი ამ 5 ფეხბურთელიდან? სწორია. გადარჩი. ერი გერეცი 1954 წელს არის დაბადებული. შემდეგი ზუბისარეტა არის ჩემი აზრით. ეგ ვინ არის? ზუბისარეტა გეგონა შენ მეორე ადგილზე მყოფი? კი. ხო, გერეცთან შედარებით კი სწორია, მაგრამ მათ შორის სხვა ფეხბურთელები უნდა ყოფილიყო. აქეთ არის გარი ლინეკერი. მინდა გითხრათ რომ ორივე მააცილეთ მეორე ადგილი. აქედან ძალიან რთულდება, შემდეგი ეტაპი კიდევ უფრო რთულია. გარი ლინეკერი 60 წელს არის დაბადებული, რაც შეეხება ზუბისარეტას 61 წელს. მაგრამ ერი გერეცის შემდეგ არც ერთი არ უნდა ყოფილიყო. ერთი დარჩა. გავაგრძელოთ გახსნა? მესამე ადგილზე შენთან არის ზუბისარეტა. მაგრამ რომელიღაცა სწორი იქნება ეხლა. აკვით არის. ლინეკერი? გარი ლინეკერი მესამე ადგილზე სწორია გაარტყა. 1960 წელი. კი ბატონო, ის ფეხბურთელი, ვინც მეორე ადგილზე უნდა ყოფილიყო, ვერ გამოიცანით ვერავინ ჯერჯერობით. 2-1-ია ხა ამ მოცემულ მომენტში ანგარიში. მოდი გავაგრძელოთ აბა გახსნა მეოთხეზე. მეოთხე ორივე შეცდომით გექნებათ, იმიტომ რომ მეოთხეზე ზუბისარეტა უნდა ყოფილიყო. ზუბისარეტას ადგილი იყო მეოთხე. შესაბამისად, ეს ფეხბურთელი, რომელიც არის ანდრიას მიოლერი, 1967 წელს არის დაბადებული და მათ შორის ყველაზე ახალგაზრდაა, ვინ ჩამოთვალეთ. ანუ მეხუთე ადგილზე თქვენ დარჩათ კანტონა. ერიკ კანტონა, რომლის ადგილი იყო მეორე. ანუ 1959 წელია მის დაბადების თარიღი. ერიკ გერეცის მერე უნდა ყოფილიყო კანტონა, მერე როგორც არის. და სულ ბოლოს უნდა ყოფილიყო მიოლერი. გვიან გაიხსნა ეთქო. ალბათ, კი ჩვენ ხო მაგით ვიმახსოვრებთ, ვინ როდის გაიხსნა. კეთილი 2-1-ია აქ, როგორც ვთქვათ ყოფანგარიში, ხო? და შესაბამისად მეორე თემა შენი მოგებულია. ესე გამოვიდა. კი ბატონო, მესამე თემის გახსნას აზრი აღარ აქვს, ეს რაუნდი დათმე. 5-5-ზე ახალი რაუნდი ახალი მონაწილის გამარჯვებით დასრულდა. 1-0 საერთო ანგარიში გადავდივართ შემდეგ ეტაპზე, ეს არის ბარათონი. წავიდა. რაუნდი მეორე, ბარათონი წინა რაუნდის გამარჯვებული ირჩევს 1-დან 5-მდე, ანუ ბექა 1-დან 5-მდე, რომელიმე ციფრი დაასახელე. 1 რა გურჩევია და 1 იყოს. 1-იანი იყოს. პირველ უჯრაში თქვენ შეგხვდათ შემდეგი თემა. ხალხი ნერვების გარეშე. თუ უცბად და პირდაპირ ვერ მიხვდით,
მეკარეებს ეხება ეს ამბავი. დავიწყოთ. უნდა ვთქვათ ვინ არის? ხო, ფერი სიმაღლე ხო არ უნდა ვთქვათ. არა. შეგახსენებთ თქვენს და ჩვენს მაყურებლებს, ვინც ახლა გვიყურებენ და ჩვენთან ერთად თამაშობენ, რომ მარათონში ერთი პატარა დეტალი დაემატა. თუ მონაწილე მოთამაშე ვერ გამოიცნობს მის მიერ აღებულ ბარათს, მოწინააღმდეგეს ეძლევა შანსი, რომ მან გასცეს პასუხი და წაართვას ქულა. ეს არის და ეს. მე მგონი თუ დავწაბეთ ამით, არ ვიცი ნახოთ. ხო. დაწყება უპირატესობა არ არის, თამაშობთ 16 ბარათიდან 8 ქულას რომ გადავწდეთ იქამდე. ვერ ვცნობ, მაგრამ უნდა ვცნობდე და არც ენაზე მაგას სიმართლე არ გითხრათ. ვერ ცნობ და არც ენაზე გადგას? შევეშვათ მაშინ წვალებას და გადავცეთ. ბატონ გიორგის. ჯანელ. ხო არ გეცნობა ეს კაცი? მამეცი. აბა ნახე. ალბანელი რეინა ხო არა? არა. დარჩა ეგ ბარათი ჩემთან. ეს არის მარკო ბალოტა. გახსოვს ეგეთი ვიდეო. შენ გახსოვს? სახელი ბალოტელი მოხსოვს ხოლმე. სახეზე არა და ისე ხო, შედგება. ხო, სამ ბუფონები არ დაგვხვდებათ ეხლა აქ. მივხვდი. ეგ უნდა გამოიცნო. არ ვიცი, თუ იცი. არ ვიცი, საქართველოს ნაკრების მეკარეა გოგონა და არა. მერე, სახელი გვარი არის, იცი? არა. ეს თამაშობდა ლანჩხუთის გურიაში. და ქვია? გაბუნია არის მგონი. ნათია გაბუნია? სახელი ამას გაბუნია არის გორად. მიითვალე ქულა, კი, სწორია, სახელიც სწორი იყო. დათია გაბუნია, ეგ არის. შენიღება. არსენალის მეკარეს გავს. გავს თუ არსენალის მაისურია ცვია? არსენალის მაისურია ცვია. ხო და რაღა გავს. და მეკარეს გავს. ჰოლანდიის ფორმაში შემტევსაც გავს ასევე. ვის გავს კიდე? ჰოლანდიის ფორმაში შემტევს, მაგრამ არ ვიცი. აბა, იქნებ რამე ამოტივტივდეს შენს მეხსიერებაში. GVC-ის დროინდელი მაისურით. შეიძლება სათვალე გავიკეთო. კი, რა თქმა უნდა. ლოგოს ვერ აიდენტიფიცირე. რეგულ დასაწყისში რო გაკეთები და სხვა შედეგი გვექნებოდა ახლა. კი, არსენალის მეკარეა ეს. მერე? ოღონდ ვინ? სიმენი არ არის ახლა. სიმენი, ეს შეიძლება იყოს ესტონელი მეკარე პოომი. როგორი? პოომი იყო მე. არა. მანინგერი. ალექსანდრიელი ხო, ოი ხო. მივითვალე მე ეს აქ. სევილიას მეკარეა. როდინდელი მეკარეა. მოდი იყოს ბუნუ. მაროკოი. ეგ არ არის. შენ ხო არ გახსოვს ვინ არის? კაპიტანი იყო თან, ანუ ბეტოს წინა მეკარე. ვიცი? ბეტოს წინ იყო ეს მეკარე სავარაუდოდ. უნდა ის ბეტო იყოს. არა. ეს არის პალოპი. შენ ჯერია. ესეთი მეკარეებია. თულები შეხვდა. წარმოგიდგენ რა ქვია. სადე. გუნდის ვერ დამეხმარა ვერაფერში. ბლეკბერნის მეკარე? ბლეკბერნი რო ავიცით. მოდი იყოს ჰისლო. არა. ჩემპიონი ბლეკბერნის მეკარეა ეს. ტიმ ფლაუერსი. არ მახსოვს. არა პაული. ჯერია? ისეთი მეცი სერხიო რიკონი. არც ეს არ ვიცი. პატივცემულო მანჩესტერ იუნაიტედის ძველი მეკარეა სათადარი. ვიცი. ინებეთ? კარსონ. არა. კარსონი ახალგაზრდა. მერე იყო. ეს ჰოლანდიელი ხო არის შემთხვევით. ეგ რო გითხრა გაგიადვილებ. არა. არ ვიცი. ვერ სახელს. ვის დროს იყო ხო არ გასვოთ? ჰოლანდიელი გაარტყი კი. ხო, სახელი არ მოხსოვს სწორად. რა პერიოდია? თავარი მეკარე ვინ იყო მის დროს? ეს რომ სკამზე. შმეიხელი ალბათ. დიახ პატრონ. შმეიხელის დროს მეორე მეკარე იყო რაიმონდ ვან დერ გოუ. ვან დერ გოუ. იყო კი. ვან დერ გამახსენდა ეგრეთი. გოუ. შენჯერი.
1-0-ია ჯერჯერობით გაჭირდა, მძიმედ მივდივართ. იყო შუმახერი. არ არის ეგა. აბა შენ სწავლე. მაგ ეპოქა კი არის, მაგრამ ალბათ უფრო ძველი, ის უნდა იყოს მეიერი. მეიერი? არა. პირიქით ხდება, მათ მეორე კარში დგას. ანუ ეგ იყო ჰოლანდიის მეკარე, აღარ გეცნობათ. ფუი, არ დამიჯერე ხოლმე. გერმანიაზე. ეგ არის იონგ ბლუდი. ვა. მე ვარ ხო? სათვალე გაქვს შესაძლებელი სავარაუდოდ. ხომერია. კი. ეს კი უნდა იცოდე. ეს არ არის ზოიძე, არ არის ჩხეიძე, ან ტოგონძე, ან დევაძე. მოდი იყოს აკაკი დევაძე. კი, კარგია. თუმცა მინდოდა მეთქვა რომ ხმამაღალი მსჯელობა მოწინააღმდეგის საქმეს უკეთებს. ეხლა არასდროს დაგერჩი ის გაარტყავდა ეგრევე. თუ გასართმელი ქონდა, მაგრამ მე მგონი შეს გამოიცნობ. კი, არასწორს მსჯელობასაც გააჩნია. დიახ, მაგრამ შეიძლება ყველაფერი არასწორად მოხევი. სპეციალურად მაშინ. ანუ გაატყავდა. აკაკი დევაძე ერთ-ერთი გაცადავთ ანგარიში. შენჯერია. რორდელასის იმონის თამაში მიდის. ის დინამოს მეკარია, რომელსაც თუ ვერ გამოიცნობ, გიორგი აუცილებლად წაიღებს, იყოს ლომაია. ვერ გამოიცადი, ვერა, მიაწოდე. პირდაპირ დაუკეთეს. აბა არ ვიცი, გამოიცნობს ხო? ეს არის სოსო გრიშიკაშო. გამოიცნო, გიშველეს ქართველებმა. 2-1. ქართველები არიან ჯიგრები. მიდი, ეს ქართველი იყო გაგუნი. ხო, ეს გამოვიცნა. უკაცრავად თათიასთან ბოდიში. მან ნახევარ მსვლელებში და თავდაცველებში არ მაქვს იმედი რომ ამას გამო. ბარსელონას მეკარეა. აშკარად არ არის ლეგიონერი თმის ფერის მიხედვით. ვერა. ის დროინდელი მეორე მეკარეა ვარი. მოდი იყოს გოიკოეჩია, ესე თქვა. არ არის. აბას წადე. ეს პატარა არის სერხიო ბუსკეტს, ესე მამამის ბუსკეტს. სერხიო ბუსკეტის მამა, კი ბატონო. ბაუშა. კარლეს ბუსკეტი. ჩაკეთვალა 2-2. ბავშვებსაც უნდა დააგვირდეთ თურმე. ეს იმის შვილი არ არის კაც. ნომერი? ღმერთო, ჩემ ნომერი 5. კი. პელეს ეხუტება ჩვენი მეკარე. ურმან ლებანძის ლექსივით იწება პელეს ეხუტება ჩვენი მეკარე. არ გაუშვა ხელი და თორე მორჩენილი ამბავია. იაშინის ესადარიგო მეკარე. ქართველი? ჩვენი ქართველი მეკარე. ორი იყო მან. ხო, ორი. რომელია ნეტა? სახეზე ვერც. მე ვიცნობ ალბათ. სცადე. ანუ 2 იცი? არა, 2 რო იყო ეგიც და იაშინი ერთი ქუთაისელი იყო სვათაშორის. ნუ ტორპედოში თამაშობდა. იმდეს ისე მააღებინეთ ხა კულას. აიღოს კაცი. ვერა? არ მომდის თავში. არ მოგდის თავში. შესწადე იმოვიდან აბა რომელი იყო ეს? ეს უნდა იყოს გრუშად. არასწორი. არა, კავაზაშვილი. მეორე ვინცი? კავაზაშვილი. ხო და კავაზაშვილი უნდა გეთქვა. მომეცი აქ ჩემია. შენია. ანუ კიდე მოტყობდა რომ ეთქვა ურუშაძე. კავაზაშვილს იტყოდა. კი, ერთი რო გეთქვა მეორე სიტყვა აუცილებლად, ასე რომ სწორი ტაქტიკა გამოგივიდა უნებლიედ. 2-2-ია, დავიძაბეთ. რეალის ძველი მეკარეა, ასევე სათადარიგო იქნება. ხო, ეგ შეიძლება, არც ისე ძნელი უნდა იყოს წესით თუ რეალის გულში მატკივარი ხარ, მაგრამ შენ არ ხარ. არა ვარ. ახეზე არ მეცნობა. რეალის მეკარეები მაშინ სათადარიგო. შენ როგორ ხარ მადრიდის რეალის რიგებში? ძულს, მაგრამ იცი. მიწეს თვალის დევნება ხოლმე. არა, მოდი უნსუ ეს ვიტყვი. არა. აბა ნახე ერთი შენ. იდემა გამოგივიდეს. მარტო დგას ხო იქ ბავშვი ძოლი რა ხო? ძოლშვილი არ ჩანს. ეს ბურთი. ბურთი? არა. ბურთი თუნდა რომ გავიდეს. არა. ვერ გავიგე. ბურთზე ყველაფერი თასმანების ანაბეჭდები. შეცვალა ამერიკასილას. არა. ვინ იყო შეცვალა? ვერა? ვერა. 2-2-ის ლიგის ფინალში ვინ იდგა? კასილიაში შეცვალა შემოვიდა მაგრამ. შეცვლაზე. შეცვალა შემოვიდა მაგრამ ვინ შეცვალა? სეზარ სანჩესი. სეზარ სანჩესი.
არ მახსოვდა მაინც წყვილა შევიწყდა. ფრანგეთის ნაკრების მყარი 90-იანები ან 2000-იანები. ეს არის არ ვიცი, პარტიაზე გამელოდებამდე. მამეცი. ნახე აბა. არა მაქვს. მიკაელ ლანდროა ეს. ყოფილა ასეთი მეკარე. ახლა არის შენი აღება. თუ გინდა ესენი აიღე, მე ტყუილად გამოგიცურე. რომელიც გინდა. და ორი გადამწყვეტი ბარათი რჩება. ნაპოლის ძველი მეკარე. როს. არა? სცადე? ძველი მეკარეა ჩელსისთან და დე სანჩესია. დე სანჩესი? დე სანქტისი. არა. დე სანქტისი. დიახ. შენ სწორად. დე სანჩესი ვერ ჩაფრიდით. სანჩესი სხვა გვარია. დე სანჩესი. რაღაცა გასწოდა, მაგრამ არასდროს გასწოდა გვარი. ეგრეთ შემთხვევაში ვერ თქვით ხოლმე, იმიტომ რომ სხვა გვარი გამოდის. ორი ცალი დარჩა და ორი თორია. ამ ორიდან აბა რომელი? ესაა? ისევე სკოლა ჯობდა, მაინც გაფრთხილდება. არ ვიცი, მეც შესაძლოა. ქართველი ფეხბურთელია ვიცი და გიორგი. ნამდვილად? ეს ქართველია, კარგი ნახოთ აბა. საიდან იცის? ეს არის ისი ამბობს. ეგ ვინ არის? პოლონელი მეკარე და წესით მე იყოს ბორნმუთის მეკარე ბორუცი. ბორუცი? კი. მიითვალე, სამი ქულა, აიღო, ოჩა. ნახოთ. ის შანსი გაქვს. რა ნომერია? გერმანიის ნაკრების მეკარეა. ძველი. შენი ნაკრების მეკარეა, ბიჭო. მოდი იყოს იმელი. იმელი? გერმანიის ნაკრების მეკარე. იმელი, მაგრამ ის იყო ეს იმელი. გახსოვს რა პერიოდია? იმელი როგორ არ მახსოვს. 80-იანების ბოლო 90-იანების დასაწყისი. შენ თუ იცი, ვინ არის ეს? შუმახერი. ეთანხმები რომ იმელია? ამაგენა გერმანიაზე შეიძლება კარგად. იმელი მიღებულია პასუხი აღარ შეგაცვლებინა, ფიზიოლოგიურად მაინტერესებს იცოდა თუ არა. წარმოადგენა არ მაქვს. კიდე კაი ვარავი. ხო. მორში სწორად აგირჩევია. კარგი, იმელი დაფიქსირებულია. ეიკე იმელი არის, შენ როგორც ამოფ ეს მეკარე. და ეს რაუნდი დამთავრდა ფრედ, ხოჩა. ეიკე იმელი სწორია, 3-3 დამთავრდა. გამოგლიჯა ხელიდან მეორე მოგება. საერთო ანგარიში 1-0 დარჩა. ჩვენ კი გადავდივართ შემდეგ ეტაპზე, ყველაზე გრძელ რაუნდზე, მარათონულზე, ეს არის პაპა კარლოს 5. საერთო ანგარიში 1-0 ბექა იგებს, მესამე რაუნდი პაპა კარლოს 5, სადაც არაფერი არ შეგვიცვლია. როგორც გქონდა წინა სეზონებში, ისე ვისია. სწორი პასუხი 1 ქულა 10 წამში, თუ არა და 5 წამი მოწინააღმდეგეს იგივე კითხვაზე პასუხის გასაცემად. მოდი გავიაროთ თემები. რა გვაქვს დღეს პაპა კარლოს 5-ში? სამეფო საზოგადოება, ამით დავიწყოთ. ერთი ქალაქის ამბავი, ეს გასაგებია. Here we go. აი მოვედით. ეს ცნობილი ფრაზა პირდაპირ უკავშირდება ფაბრიციო რომანოს. მეკარე მწვრთნელები: სტალინი, დუჩე და ადოლფი. ქართული ფეხბურთი სტუმრად იაგო ხვიჩიასთან. ჩემპიონთა თასის ფინალების გეოგრაფია. მოგზაურობა აღმოსავლეთ ევროპაში. გრძელი სამწვრთნელო კარიერები გასაგებია. მამების მოსაკონარი. ფეხბურთში მამები. სადღე გრძელო რატო შემომიდა. ერთი ხო უნდა იყოს. ერთი მაინც. აი ეს არის ჩვენი თემები. დაწყება მაინც უპირატესობა არ არის. რომელმაც გინდათ იმან დაიწყეთ. უკაცრავად აქ წართმევა არის? კი. ოჰოჰო. დავუთმობ გიორგის. დაიწყეთ. მადლობთ. მოდი ერთი ქალაქის ამბავით დავიწყოთ. ერთი ქალაქის ამბავი. პირველი თემა. ამ გუნდების დერბი ელ ტრაფიკოს სახელითაა ცნობილი, რაც ქალაქში შექმნილ მუდმივ საცობებს უსვამს ხაზს. სხვათა შორის ელ ტრაფიკოში გოლები პავონს, ზლატანს, ველას აქვთ გატანილი. გვითხარი დერბიში მონაწილე ორივე კლუბი. ზლატანს. პავონს. 10 წამი გავიდა. მოდი იყოს არსენალი ტოტენჰემი. არ არის სწორი პასუხი. 5 წამი გაქვს მოსაფიქრებლად. წავიდა. ზლატანს მან არ უთამაში. არც ერთი. გავიდა შენი 5 წამი. არ უთამაშია, მაგრამ შეიძლება გოლი გაიტანა. ზლატანი ისეთია იზამდა. ხო. ველა ზლატანი პავონი. აი, ვიცი, ბოკარივერი იყოს.
არც ეგ არის სწორი პასუხი. ეს შეკითხვა ჩემთან დარჩა. ამის პასუხი თამაშია, ხო? გავონს თამაშია ერთები. ესე იგი, ზლატანს ეწყინებოდა თქვენგან ძალიან ეხლა ორივე ეს. ლოს-ანჯელესის დერბია. ლოს-ანჯელეს Galaxy და ლოს-ანჯელეს LAFC Football Club ლოს-ანჯელესი. ეგ არის. ხო არ გინდა ეს თემა დავტოვოთ? ჩაუბრუნდეთ. Here we go ავიღოთ. კი ბატონო, რომელი გინდა? Here we go. კარგი. აბა ერთი ვნახოთ რა გვექნება Here we go-ში. ლეგენდის თანახმად ფაბრიციო რომანოს პირველი ხმაურიანი ტრანსფერის გამოცხადება 2011 წელს შედგა, როდესაც ამ ფეხბურთელის ბარსას აკადემიიდან სამპდორიაში გადასვლის შესახებ შეიტყო. ავიდა. რომელი ფეხბურთელი? სავარაუდოდ მაურო იკარდი. დაგჭირდა 5 წამი სწორი პასუხისთვის, ერთი ქულა მიითვალე. მაურო იკარდი სწორი პასუხია. არ მგონია ფაბრიციო რომანო გინდოდეს. არა, მადლობა. მოდი აბა იაგო ხვიჩიაში შევიხებ. ქართული ფეხბურთი სტუმრად იაგო ხვიჩიასთან. მრეტები საქართველოს წინააღმდეგ. ასე ერქვა სტრასბურგის სასამართლოში ვაჟა ჩხაიძის საქმეს, რომელიც ამ ფეხბურთელის თბილისის დინამოდან ტრანსფერის გარშემო დავის გაგრძელება იყო. რომელი ფეხბურთელის? გიორგი კინკლაძე. ბატონო, დაიტოვე, სწორი პასუხია. კინკლაძეს ეხებოდა სწორედ ეს ამბავი და საქმე. არ მგონია ეს დატოვო, ჩავაბრუნებ. ისე იცოდი მე მგონი ეს ისტორია. სავარაუდოდ. არა, გულწრფელად რო გითხრათ, არ ვიცი, დაბრუნდები ესე ძველ თემაზე. კეთილი. ვა, მაგარს მიაგნო. მივაგენით. ხო, ჯერჯერობით. მეორე შეკითხვა. ფაბრიციო ინგლისში იმ გუნდს ხომაგობს, რომელსაც იტალიელები ფლობენ და რომელმაც ბოლო 5 წელიწადში მე-12 მწვრთნელის პაულო პესოლანოს Here we go სულ ახლახან დააძახებინა. არ ვიცი, მე ბევრი წელი გამოიცვალა უოტფორდმა. ბევრი წელი გამოიცვალა უოტფორდმა? ამას პასუხობ? უოტფორდი მიღებული პასუხია. ნუ ესე იგი მაგლოკით გახვედი რომ ყველაზე ბევრი მწვრთნელი ვინც გამოიცვალა ეს იყო უოტფორდის სწორი პასუხია. მიითვალე ქულა. 2-1. ხო. ხოდში. იაგოში დაბრუნდე. 1993 წლის 18 აგვისტოს უდიდესი კონსპირაცია უკავშირდება. რის თანახმადაც ერმან თოროღლუ სტამბოლში აფხაზების დიასპორამ მოისყიდა. რომელი მატჩი იმსაჯა თოროღლუმ სოხუმის დაცემამდე ერთი თვით ადრე. რატომ მოისყიდეს და რომელი მატჩის გამო? თბილისის დინამო და ლინფილდი. ეგრევე. არც ეს არ იცოდი? ამის თემაა. ნაირად. ეს კონსპირაცია არ ვიცოდი, მაგრამ ეგ მსაჯი ვიცოდი და ეგ ამბავი. კონსპირაცია არ იცოდი? ისე თუ იზიარებ, კაი კონსპირაცია. არა. არა. უბრალოდ მაშინ ჩემი აზრით კვალიფიციური გუნდის უფროსი არ იყო დინამოში და უფრო ძვირიანი საჩუქარი გადასცა ვიდრე შეიძლებოდა თორემ მოსყიდვისა ამბავი მანდ არის. მაგიტომაც დააბრუნეს დინამო ჩემი აზრით უფრო ადრე ვიდრე მიუსაჯეს. გასაგებია. 2-2 გახდა ამასობაში. გავხარჯოთ ვარ ამ თემა. კი ბატონო, ფაბრიციო რომანოს ფაბრიციო უბრუნდებით. Here we go. 29 აგვისტოს ღამის 4 საათზე ფაბრიციო რომანოს რილით გავიგეთ, რომ სპურსმა ბარსას ეს ყოფილი პროდიჯი ბუნდესლიგიდან 60 მილიონ ევროდ დაიმატა. ვინ იყო ეს? 60 მილიონიანი გავიდა და ბარსას ყოფილი ფეხბურთელია. არ ვიცი. არა? ვა, კარგი. მე მაქვერს. ვერე 5 წამი გაქვს მაგისტვის. ხავი სიმონს. ხავი სიმონსი? სწორი პასუხია. ართვა. 3-2. შენ შეგიძლია სამაგიერებით გადაუხადო რომ იაგო ხვიჩიას თემაში ერთი შეკითხვა წაართვა. არ მაქვს სურვილი არანაირად. სურვილი. მაშინ ავიღოთ იაგო. ხო. 90-იანებს გადაუხადოთ. როგორც ქრთამი. ეს გუნდი 1995 წელს ჩემპიონატში თბილისის დინამოს ჰეგემონიის დამხობასთან ძალიან ახლოს იყო. მაგრამ მათი ტენერიფე ბოლო ტურებში კოლხეთთან და მეტალურგთან მატჩები აღმოჩნდა, სადაც დაკარგული ქულები საბოლოოდ ტიტულად დაუჯდათ. 95-ში. ვინ ამხობდა დინამოს ჰეგემონიას? კინაღა.
გავიდა დრო. მოდი იყოს დრო? სამტრედია. სამტრედია იყოს? ვინ იყო მან გახსოვს მაგ პერიოდში? როგორ არა. აი გამორჩეულად ჯანაშიები. დავთო ჯანაშია მეორე ჯანაშია ჯიშკარიანი. ფანჩულიძე ჯიშკარიანი ცოლმაიაც იყო მე მგონი. რით გახვედი მაგ პასუხს ერთი ეს მაინტერესებს ან მეტყვი სწორია თუ არა? ეპოქა ისეთი რომ ერთწლიანი გუნდებია მაშინ და იქით მიგაქვს. არა, არ მივაქვს სწორი პასუხი ამიტვარე. მე მგონი აიღებდი შენც. სავარაუდოდ. ინერტერ მეტყოლება ჩემი ახდებოდა რომ წაგერთმია. სწორი პასუხია. 4-2. როგორ მიქონდა იქ. გრძელი სამწვრთნელო კარიერები. გრძელი სამწვრთნელო კარიერები. მაკიაველი იტალიელი იყო და ისინიც მაკიაველივით აზროვნებენ. ბოდავდა ლარს ლაგერბეკი იმ თამაშის წინ, რომლის მსგავსი ფარსიც ჯოვანი ტრაპატონის 39 წლიან კარიერასაც კი არ ახსოვდა. რომელი თამაშის წინ? აი ეს ფრაზა როდის თქვა? მეც იყოს სამხრეთ კორეა იტალია. არ არის სწორი. აბა სად შე? სად თქვა, სად? ლარს ლაგერბეკი იყო დანიის ნაკრების მწვრთნელი. რომელ თამაშია საუბარი? დრო. მოდი ეს იყოს სამხრეთ კორეა ესპანეთი. ვისი მწვრთნელია ორა თქვიზეღან? დანიის. მაგრამ ხო შეიძლება სხვა თამაშზე გააკეთოს კომენტარი. ზლატანს თუ შეუძლია. დანიის ხო? ზლატანს თუ შეუძლია იმ თამაშში გატანა, სადაც კონტინენტის მონაწილეში იყო. რის დროსაც? ომო დანიის სკანდალური თამაში უცებ ვერ გავიხსნა. შვედეთი, დანია. ფრეზე რო ბოლოს რო აღარ თამაშობდნენ. ევრო 2004. ეგაც და აგორავებდნენ. ხო. ეგაც, კი ბატონო. დარჩა ეს ჩემთან. ზლატანს თუ შეუძლია? ვერ აიღეთ ეს შეკითხვა. დავაბრუნებ ამას უკან, თუ შენ არ გინდა. გრძელ სამწვრთნელო კარიერებს. აბა გადახედე. არა, სხვა თემას ავიღეთ, შევექეთ 4-2 გვაქვს. საერთო ანგარიში 1-0 ბექას სასარგებლო. გინდა გაგახარო. ამასაც თუ მოიგებ თამაში მოგებული გავს. ვაუ. მოდი ისევ იყოს ერთი ქალაქის ამბავი. ერთი ქალაქის ამბავი. წადოთ. ლა-პლატას დერბის, ანუ გიმნასტებისა და სტუდენტების დაპირისპირებას სამხრეთ ამერიკაში დიდი ისტორია აქვს. დაგვისახელე დერბის ორივე მონაწილე. ლა-პლატას დერბი წავიდა. სტუდენტები სტუდენტესი იქნება და გიმნასტები იქნება გიმნასია და სტუდენტესი. გიმნასია სტუდენტესი. სწორი პასუხია. ლა-პლატას დერბი. დატოვი აქ. ტოვებ. სამეფო საზოგადოება იყოს უნდა. მეც მან დავაპირებდი მისვლას. სამეფო საზოგადოება. 1998-99 წლების UEFA-ს თასზე ლუქსემბურგის დიდი ჰერცოგისა და ლიმბურგის ჰერცოგის სახელის მქონე ეს კლუბი თბილისის დინამოს შეხვდა და 2 მატჩის ჯამში 6-0 მოუგო. ველოდი მაგ კითხვას ვათა. კი ხო? ნუ მაგ გუნდზე კითხვას ველოდი. პასუხი აქვს ფრთხილად იყავი არ გაუშო ხელიდან. აშკარად აქვს. გავიდათ წა. რომელიმე ნაწილით უნდა მივხვდე კითხვის რომელიმე ნაწილით. იყოს არ ვიცი. არა? არაფერი არ იყოს. ჩართო? რა ენაზე გიპასუხო გუნდის სახელი? რა ენაზე? ხო. ვილემ თვეი ქვია ჰოლანდიაში. ესე ვილემ მეორე ქვია. ვილემ მეორე, სწორი პასუხია. აიღო. კითხვა რომელსაც ელოდი. ხო. ამიტომ აღარ მინდა. მოდი ერთი ქალაქი მაინც. იყოს კიდევ ერთი ქალაქი. ხო. აუწურეთ ეს პაკეტი. ხმლებისა და ბუების ბრძოლა. ასე შეიძლება ვუწოდოთ ამ ფოლადის ქალაქის დერბის
რომელიც 1890 წლიდან იმართება, აღარ გავაგრძელო? თუმცა პრემიერ ლიგაში უკვე დიდი ხანია არ გვინახავს. შეფილდური დერბია, უენსდი და იუნაიტედი. სწორია, მიითვალე. იცოდი? კი. უარი უენსდი და იმითი გადაჯვარედინებული. ჩემპიონთა თასის ფინალების გეოგრაფია იყოს. ჩემპიონთა თასის ფინალების გეოგრაფია. აღმოსავლეთ ევროპულმა ამ ახალმა სტადიონმა 2023 წელს ევროპის ლიგის ფინალს უმასპინძლა. ხოლო მაისში უკვე ჩემპიონთა ლიგის ფინალს მიიღებს სტადიონის სახელი გვინდა. სახელი? ქალაქი არ გვეყოფა? არა. მე არც ქალაქი არ მახსოვს ჯერ. ვერა? ცადე აბა. ახლა 2000 ევროპა ლიგის გავიდა დრო. აღმოსავლეთ ევროპაა ისავითო? რა ვიცი. ფინალი ვერსია. მოდი იყოს ანუ შენი ვერსია არ არის აღმოსავლეთ ევროპა და გაყოვნებს როგორც მიხვდი. ტირანა. ხან არის, ხან არ არის. გააჩნია როგორ შე. ამის პასუხი იყო პუშკაშ არენა. პუშკაშ არენა. არ მახსოვდა. დარჩა ჩემთან ეს შეკითხვა. მოდი მეკარე მწვრთნელები ვნახოთ. კი ბატონო, ნახოთ. მეკარე მწვრთნელები. დიახ. მარათონის სევდა გადმოყვა მეკარეების. მეკარეები საერთოდ დინჯი მშვიდი ხალხია, მაგრამ ამ ყოფილმა მეკარემ იჩქარა, როცა ნაკრებთან ერთად უკვე მუნდიალზე მყოფმა რეალთან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ათიწამი. დრო. არა. სარაი გულიან ლოპოტეგი არის და ჩანესტო ფერნანდო იერომერი როგორც მახსოვს. ექსტორი პასუხია. არტვეული ქულა. ლოპეტეგი. ანგარიში გახდა 7-3. ლოპეტეგი სწორი იყო. დავტოვოთ. ჩემი ხალხის მეკარეები? ესა მეკარეებთან. მეკარეებთან დავტოვოთ. ევროპის ჩემპიონატის ფინალში მწვრთნელის რანგში 2 ყოფილი მეკარე ყოფილა. ერთი ლუბომირ ლოვრიჩი იყო 1960 წლის ევროზე. აი მეორე კი ფინალში ოქროს გოლით დამარცხდა. ავიდა დრო. ვინ იყო ეს მეორე? დრო? არა? არც ვერსიას არ მოთხოვნა რომ მოწინააღმდეგეს არ დაეხმაროთ. 5 წამი წავიდა შენ. ოქროს გოლი ძალიან ცოტა ხანი იყო 90-იანების დასაწყისში. ნამდვილად, მაგრამ მასე შორიდან მსჯელობის დრო აღარ არის გამოიწვია. სამწუხაროდ. წაიღია. რიკარდო არის? გაგახსენდა? რიკარდო არის? არა. არა, უკვე აღარ ჩაეტია დროში, მაგრამ გაქვერსია მაინც რა. თუმაცლიანია მივაკლი. მეტი ათქვია, მაგრამ დროში არ ჩაგეთვლება, მაგრამ მაინტერესებს თუ გიხვალო იქამდე. 90 ძენგა? არა, ძენგა არ იქნება. კი გავს ისე. აი ასოციაციობანას რომ თამაშობდეთ. არა. ალბა გითხარი. ოფი. გინდა ზოპი. დარჩა ესე ჩემთან. შეჯერია. მეკარე მწვრთნელებში ერთი შეკითხვა კიდე არის თუ. აი, მოდი შევიხედოთ იქ დიქტატორებში სტალინი და ეს. კარგი პაკეტი. აბა ცოტა გავერთოთ. სტალინი, დუჩე და ადოლფი. დღეს ამ კლუბში ერთი ქართველი, ერთი ინგლისური ფეხბურთის ლეგენდა და ბენიტო მუსოლინის ერთი შვილთაშვილი თამაშობს ამ კლუბში. ინგლისური ფეხბურთის ლეგენდა. დრო. ვერა? ვერა, მაგრამ ვიტყვი რაღაცას. კი. მოდი დრო. უდინეზე. არ არის სწორი პასუხი. მოდი ვნახოთ ბექარა სიტყვის და მე დავიწოთ ახსნა. სოლინის შვილი. დრო. კრემონეზე იყოს. კრემონეზე იყოს? რატო? ერთი ქართველი თამაში. გაგახსენდა მითხარი, ჩამოთვლი სამიდან. ერთი ქართველი გამახსენდა მხოლოდ. ერთი ქართველი კრემონეზეში გაგახსენდა და მარტო მაგიტო ყველაზე ახლოს შენთვის ეს იყო. ეგეთი შენს გაგახსენდებოდა, ვინ ქართველი გაგახსენდათ?
ოთხიფანიძე ერთი ყავს მანდ ახლა. ხო, ფოტო წოხაჩინიც იყო, მე ასაკობაშინს გამოიძახეს. დანარჩენი მუსოლინიშვილთაშვილი ის ინგლისური ლეგენდა ვერა. კრემონეზეში ინგლისური ფეხბურთის ლეგენდა თამაშობს. ძალიან მაგარი კაცი ერთი, ყველასგან გამორჩეული. ჯემი ვარდი, ხო? უი, ხო, ეხა გადავიდა მართალია. სწორია, ყველაფერი სწორია. ვა, ყოჩა. სწორი პასუხია. ძალიან მცირე ხელმოსაჭიდი იყო, მაგრამ საკმარისი აღმოჩნდა სწორიკულის სასაღებად. სწორი პასუხისთვის და შვილი ვინ არის, ხო არის? რომანო ბენიტო მუსოლინი. მოდი მამები იყოს, მამების მოსაგონარი. მამების მოსაგონარი, რომელსაც ჯანელამ სულ სადღერძელოები ეძახა, შევუმაყარეთო. ტიაგო ალკანტარასა და რაფინიას მამა 1994 წელს ბრაზილიის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონია. ამ ბრაზილიელის შემოკლებული სახელი უნდა გაიხსენო. ვაიმე. რაი. არა. რატო იჩქარე? უბრალოდ არ მახსენდება. აი, კონდა კიდე. არა მახსენდება. რაი სოკრატესის ძმა. სოკრატესის ძმა. წავიდა 5 წამი. მოიცა ორია, ამ ზინიო, ან მაზინიო არის. მოდი მე ვიტყვი მაზინიოს. სწორი პასუხია მაზინიო გაარტყა. მაზინიო ჟარგონზე თუ შევხედავთ ფეხბურთელისთვის არც თუ ისე კარგი სახელი. ბისზე რო გამოვიძახოთ იაგო თუ შეიძლება. სამივე წაიღე, ხო იაგო? შეგიძლია. რა თქმა უნდა. მოგზაურობა აღმოსავლეთ ევროპაში. მოგზაურობა აღმოსავლეთ ევროპაში. პუშკაშ არენა კიდე. უნგრეთის ეს ვიცე-ჩემპიონი კლუბი ვიქტორ ორბანის სოფელში დაარსდა და ამბობენ, რომ ქვეყნის პრეზიდენტის პოლიტიკური ინსტრუმენტიაო. კი. მაგ გუნდს ქვია რაღაც აკადემია ქვია. უნდა თქვა? პუშკაშ აკადემია ალბათ. ავიცი, ბატონო. პუშკაშ აკადემია სწორი პასუხია. მარტო აკადემიაში ვერ შეგითვლით. 9 ქულა უკვე გაქვს. მაგათ სტადიონი გინახავ? მე არა. ხის სტადიონია. ხის ფაქტურა აქვს. მოდი ჩავუთვალოთ რა დაგვჭა და რაღაცა ესეთი ბოლოსკენ ვართ უკვე ყოველ შემთხვევაში თუ შენ სასწავლოს ჩაიდენა და აქ ამბექებ ამ რაუნდს ძნელი იქნება, მაგრამ შესაძლებელი არის თავის თავაცხადია 9-4 და დაგვჭა გრძელი სამწვრთნელო კარიერები, მამების მოსაგონარი, ორი სადღერძელოა კიდე ამ პაკეტში, სამეფო საზოგადოება, მეკარე მწვრთნელები, სტალინი, დუჩე და ადოლფი, ძალიან დამიჩაგრეთ მარტო ერთხელ აიღეთ, ჩემპიონთა თასის ფინალების გეოგრაფია, მოგზაურობა აღმოსავლეთ ევროპაში. ეს არის და ეს. შეიძლება აირჩიო. ისევ მამები იყოს. მამების მოსაგონარი. 1987 წელს საფრანგეთში დაიბადა, რადგან მამამისი ხორხე მაშინ ბრესტის ფეხბურთელი იყო. კარიერაც მამის ერთ-ერთ ბოლო კლუბში, რივერ პლეიტში დაიწყო და თავი პროფესიულ ფეხბურთში გატანილი 325 გოლით დაგვამახსოვრა. წავიდა დრო, 10 წამი. აი, გრძელი შეკითხვა რა მე ხან გითხულობ. დრო. სავიოლა იყოს. სავიოლა. არ არის სწორი. აბა შეიცად. წავიდა 5 წამი. ეს არგენტინელია, ხო? მასში წელს დაიბადა. გავიდა? ლეო მესი. კონი გამახსენდა. იგუაინი ხო არ არის პასუხი? ვინა? იგუაინი. მერე როდის გაგახსენდა? ანგული წარმოშობა რო აქვს მე. როდის გაგახსენდა? აი, ცოტას ნაკ იქნებოდა, მაგრამ აი აქ და ჩემთან დარჩა. იგუაინის სწორი პასუხი იქნებოდა, რომ გეტყვა. მამების მოსაგონარის კიდევ ერთი შეკითხვა დარჩა, მაგრამ მე ამას დავაბრუნებ და ჯანელას მიცემ. რამე მოგცა იმის მამამ. იგუაინი მომცალი პლეიტ. მოდი მამების აბა. მოსაგონარით მოდის ეს ბარათონიდან ფუსკეცის. სტალინი ვნახოთ აბა. სტალინი, დუჩე და ადოლფი. სტალინ რივასი 1994 წლის კოპა ლიბერტადორესის ბომბარდირია, მაგრამ რომელ ნაკრებთან ერთად აქვს ამ სტალინს 4 კოპა ამერიკა ნათამაშები? აბა ჩახედა. წავიდა. ექსახელი და გვარი გაგიგია როგორც ვთქვა. კი და ეს ფეხბურთელიც ვიცი, ნაკრები რაც მგონია ის 4 კოპა ამერიკაზე იქნებოდა.
რაც გონია თუ იქნებოდა წინააღმდეგობაში ხარ საკუთარ თავთან, მაგრამ დრო ამოიწურა. ან ბოლივია, ან პერუ. მოდი იყოს ბოლივია. ბოლივია ერჩია მაგორიდან? პერუ გადაარჩა. არა, შეუულია უკვე. კაი, მაშინ ბოლივია. ნებეთ, წავიდა 5 წამი. რევასი, რაღაც ჩილესკენ მიყავარ. ჩილე იყოს. არც ეგ არის სწორი პასუხი. კოლუმბია? არა, არც კოლუმბია რა. ვიღადარჩა. ვითხარი. ვენესუელა. სტალინსა დაარქმევენ. სათხავს ბევრი მყარებელი? დარჩა ჩემთან. მამების მაკლდება ცოტა ყოველთვის. და მამები? ხო. ამოვწურეთ მამები. ბოლო შეკითხვა იქნება ახლა. ერლინგ ჰოლანდის მამის ალფისა და როიკინის კონფლიქტი 1997 წელს დაიწყო, როდესაც ჰოლანდმა ირლანდიელი თითქმის 1 წლით გამოთიშა ფეხბურთს. მაგრამ სად თამაშობდა მაშინ ალფი? ლიდს უნაიტედი. ვიცოდი რომ არ ჩამართვევინებდი მითვალე. ლიდსის ფეხბურთელი იყო. მამები ამოიწურა. დავატრია ლოთ. აღმოსავლეთ ევროპაში მოგზაურობა. მოგზაურობა აღმოსავლეთ ევროპაში თუ იქნება მე-10 გამარჯვების ხულის მომტანი შენთვის ახლა გავარკვევთ მაგამ ბოს. რა კარგი კითხვა. გიყვარს ჩემი კითხვა. ვნახოთ. და თემები. ამ კლუბის სახელი კგბ-ს ყოფილ თანამშრომელთან ვიქტორ გუშანთან არის დაკავშირებული, რომელიც როგორც აღმოჩნდა, ველური დასავლეთის სამართალდამცავი სისტემით იყო შთაგონებული. შერიფი. ტირასპოლის შერიფი. სწორი პასუხია, მე-10 ქულა ტირასპოლის შერიფმა და კგბ-ს აგენტმა მოგიტანა. და გვარმა. ხო, ეს რაუნდი მოგებული გაქვს. საერთო ჯამში ანგარიში გახდა 1-1 და შემდეგი მე-4 რაუნდის სახელით გამარჯობა ჩემი სახელია გადაწყვეტს გამარჯვებულს, რადგანაც მე-4 რაუნდი ჩვენთან ფრედ არ მთავრდება, ყველა ვარიანტი ამ რაუნდით დავასრულებთ. გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე. გამარჯობა ჩემი სახელია. მერვეთ ფინალის მოსაგებად საჭირო მე-4 რაუნდი გამარჯობა ჩემი სახელია. წინა რაუნდის გამარჯვებული ჯანელა ირჩევს 1-დან 5-მდე თემას. პირველი მიღებულია. შეგახსენებთ, რომ ამ რაუნდში ერთ-ერთი გადამწყვეტი არის სისწრაფე. ჯანელა რითაც ვერ დაიკვეხნი. არ იყო აუცილებელი მაგის შეხს. ამას ხელი გამზადებული აქვს უკვე. თემა ჩვენ გვაქვს. სამხრეთ ამერიკელი მცველები. ასეთი. ძალიან გთხოვთ, ყველა კითხვის პასუხი დაიწყოთ ისე როგორც წესია. გამარჯობა, ჩემი სახელია ეს და ეს. დავიწყოთ. სწორი პასუხი +10 ქულა, არასწორი პასუხი -10 ქულა. გადამწყვეტი რაუნდი. წავიდა. 2008-2009 წლების ეპოქალურ სეზონში ბარსას როტაციის ფეხბურთელი ვიყავი. გამარჯობა. გამარჯობა, ჩემი სახელია სილვინია. ვაგრძელებ შეკითხვას, აპირებდი უკვე გადმოდებას. ეს არასწორი პასუხია. -10. მერე იუვეში 3 სხვადასხვა დროს ვითამაშე და სიმბოლურია, რომ თანამემამულის პაოლო მონტეროს 4 ნომრიანი მაისური ავიღე. 2011 წელს კოპა ამერიკა მოვიგე და ფინალში დაცვის მარცხენა ფლანგი მეკავა. გახსენდება ვინმე? ურუგვაელი მარცხენა მცველი? არა. თავშეიკა არაფერს არ უპასუხებ, რომ არ გამინუსდე. დიახ, სწორი ტაქტიკა. ეს იყო მარტინ კასერესი. კი, ოღონდ იჩქარე და პირველი მინიშნება არ გეყვა ამის გამოსაცნობად. ეს შენკენ წამოვა, ოღონდ დახრულ მდგომარეობაში, ეს ნიშნავს მინუსს. მადლობა. დაუქნა. შეკითხვა მეორე, 0-ით -10. რა უცნაური დასაწყისი აღმოჩნდა. მონტევიდეოდან მადრიდამდე დიდი გზა გასავლელი. რამდენიმე წლის განმავლობაში თანამემამულესთან ერთად ცენტრალური დაცვის ზღუდე მქონდა აღმართული. თანამემამულესთან ერთად. მესამე მინიშნება. დღეს ჩემი ნაკრების კაპიტანი ვარ და მარსელო ბიელსასთან ერთად ძველი დიდების დაბრუნებას ვცდილობ.
შეგიძლიათ გარისკოთ, პირველი სიტყვა რა იყო? რადგანაც არ დაგიჭერეთ ხელი თავიდან ვიწყებ. მონტევიდეოდან მადრიდამ ვინ არის? ხიმენესი. ხიმენესი, ხოსე მარია, სწორი პასუხია, ბოლო მომენტში დაგასწრო. შენც პირველი სიტყვის გახსენება დაგჭირდა როგორც შევატყენე საბოლოო ჯამში. უბრალოდ გაგახსენდა გვიან. ხიმენესი და გოდინი. მეორე გოდინი იყო ალბათ. დაასრულა უკვე კარიერა. დიახ ბატონო. ეგ არის. -10-ით 10 ამოსაქაჩი გაქვს. ბევრ გრანდში მითამაშია, მაგრამ მაგმაგიდასთან ხალხს ალბათ უფრო ვილიარეალში და ჰამბურგში თამაშით ვახსოვარ. ამ მაგიდაზეა საუბარი. ხო. ის გვეუბნება იქიდან. დიახ. ხო. არა, სამშობლოში უფრო რივერის კაცი ვარ. 2006 წლის მუნდიალზე არგენტინას ვუკაპიტნე და მაგის მერე ეროვნულში აღარც მითამაშია. ჰამბურგის მცველი. სამშობლოში უფრო რივერის კაცი ვარ. როგორ ვერ რისკავთ არა და გონია რომ იცით რა. მაქვს ვერ. და ვერ რისკავთ. არა დაგხვიჭე. 3 2 1 გატარებულია შეკითხვა მითხარი ვერსია. გაბრიელ ხაინცეს ვფიქრობ. არა. შენი ვერსია? აიალა იყოს, არა აიალა. არა, კიდე კაი არ გარისკეთ არც ერთმა. ეს იყო ხუან პაბლო სორინი. კაი კაც. დარჩა ეს ჩემთან? კაპიტანი იყო 6-ში? ყოფილა. შემდეგი შეკითხვა, ანგარიში გვაქვს 10-ით -10. პირველი მინიშნება, მსოფლიოს ჩემპიონი ვერ ვიქნებოდი კარლოს მოზერის ტრავმა რომ არა. კარიერის უდიდესი ნაწილი იტალიაში გავატარე და 2001 წელს კაფუსთან ერთად სკუდეტოს მოგებად შევძელი. თაობის ერთ-ერთი გამორჩეული ცენტრალური მცველი ვიყავი და რომას ფანები ვა, შენია. ალდაირი. დაგასწრო. დამასწრო. ჯანელამ დაგასწრო. სერცხვილი. ალდაირი სწორი პასუხია. შენ ციცოდი. სულ ერთი წამით დაგასწრო. ნაკლებით ბევრად. 20-ით -10. 2002 წლის მიმართ გაორებული დამოკიდებულება მაქვს. ალბათ არც გახსოვთ რომ ძალიან ცოტა ხანი იუვენტუსში ვთამაშობდი, მაგრამ თავარი ფეიმი დერბი დი იტალიას მეორე გუნდში მოვიპოვე. ბევრის აზრით ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველი ვარ. ჩემპიონთა ლიგის ფინალში გატანილი გოლით ყველა კიბერია მაყებს. არიქა. ეს უნდა იყოს ლუსიო. ლუსიო სწორი პასუხია. ვალებიდან ამოხვედი. ვალებიდან ამოვედი. 0 ხარ. 20-ით? მადლობა. 0. 0 ხარ. თამაში წყებ თავი. 0 ხარ რაღაცნაირად. ზეცენ მოვადგენ წერეთ. წინ გვაქვს 5 შეკითხვა. პორტუში მე და დანილოს დაცვის ფლანგები გვქონდა ჩაბარებული. ალექსანდრო სწორი პასუხია, ეგრევე. აჰა, აი, სისწრაფე დაუწუნეთ და გაბრაზდა ადამიანი. ბატონო. 20 10. სულ ვიღიმი და კარგ ხასიათზე ვარ. ლონდონ კოლნიში ხალხს ალბათ ამიტომ ვუყვარვარ. გაგიცინებათ, მაგრამ ლილამდე ხორვატიის თასის ფინალში სკამზე ვიჯექი. ჩემი თანაგუნდელი დანი ოლმო კი მოედანზე დარბოდა. ოლმო დღეს ბარსაშია. მე მიკელთან და ლიგაზე თუ გადავეყარე, ჯობია ჩემი მოტყუება არც კი სცადოს. არ გამოდგა მარტივი ამის გამოსწორება. გაბრიელი იყოს. გაბრიელი? გაბრიელი მაგალაესი. ეს სწორი პასუხია. ოჩა, 20-20 გათანაბრდა ანგარიში. სენალის. მეტსახელიდან გამომდინარე, მონეტებს უნდა ვაგროვებდე და სუპერ სოკოებს ვჭამდე. კონტინენტიდან ნანტში მერე კი ინვესტიციებამდელ PSG-ში ამოვყავი თავი, მაგრამ ჩემი კარიერის მწვერვალი ალბათ მაინც მილანი იყო. კიდევ ერთი მინიშნება. წლების მანძილზე კოლუმბიის ნაკრების კაპიტანი გახდით. იეპესი. მარიო იეპესი. მარიო იეპესი, სწორი პასუხია, 30-ით 20 ამოიკაჭა. შეკითხვა არის წინ 2 დარჩენილი. შესაბამისად, თუ კიდევ ერთი აიღე, მოგიგებს. ბეკამ თუ აიღო. დიახ. ფრანსისკო ფრანკოსთან ენის გარდა მეტსახელიც მაკავშირებს. ფრანსისკო ფრანკოსთან. ჩემი სტატისტიკა თავდამსხმელის პორტფოლიოსაც ძალიან მოუხდებოდა. 1978 წელს
პესელა. 3 2 პესელა. არასწორი პასუხია. სამწუხაროდ 10 ქულა დაგაკლა. დარჩა 20-20 და ვამთავრებ შეკითხვას. 1978 წელს მუნდიალის თასის აღმართვის პირველი ბედნიერება სწორედ მე მხვდა წილად. ორ შეკითხვა. დიახ. ეს ხო ბოლო მინიშნება. ესე იგი ფრანკო დუჩე არა კაცო ფრანკოს რას ეძახდნენ? ვეღარ დაგეხმარებით. თუ აჭერ დააჭირე და გადაწყვიტე რომ პასუხობ თუ არა და გაატარე რომ არ გარისკო. მიდი. პასუხობ? კი. ჯას. პურუჩაკას. პასარელა იყო, ხო? არასწორი პასუხია. არ უნდა გაგერისკა, შენთანაც დაიხურა 1 და 20-ით 10 გახდა ანგარიში, ხოლო პასუხი პასარელა იყო. კი, სწორი პასუხი იყო პასარელა. 20-ით 10 ძალიან დაძაბული მომენტი არის. გარისკვით შეცდომა დაუშვი პრინციპში ჯობდა თანაბარი ქულები ყოფილიყო ამ მომენტისთვის ბოლო კითხვის წინ. არა უშვებს. შეკითხვა. გაგიკვირდებათ და 2014 წლის მუნდიალის ტოპ 11-ში კასტროლის ინდექსით ერთადერთი არგენტინელი ვიყავი. გვარიდან გამომდინარე სიმბოლურია, რომ მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელი ვიყავი. სპორტინგიდან დიდი იმედებით მომიყვანეს. მარკოს როხ. მარკოს როხ. საინტერესო. ეგ არის? შენ თუ გიქნა. წითელია და მანჩესტერის იქნება. კი. მარკოს როხო. ეს სწორი პასუხია და თამაში მოგებულია გილოცავ ბექა. კარგი თამაში იყო. მადლობა, შენც ძალიან დაძაბული და კარგი თამაშისთვის. ბექა ჯულაყიძე ქუთაისის შესარჩევი ტურის გამარჯვებული, მერვეთ ფინალს გასცდა და მეოთხედ ფინალში გავიდა გისურვებ წარმატებას. ჯანელ, მადლობა კარგი თამაშისთვის. მადლობა თქვენ და ქუთაისის პრესტიჟი შენზეა. მადლობა. ჩემი იმედი აღარ გქონდა. ერთგენ. დიდი პატივისცემა შემიმართა, სასიამოვნო იყო შენთან მაგის გაზიარება და იმედია სხვაგანაც გადავიკვეთებით. ქუთაისის პრესტიჟი შენარჩუნებას შეეცდება ბექა ჯულაყიძე უკვე მეოთხედ ფინალში. გამოიწერეთ ბეტსონ სპორტის არხი რომ არ გამოგჩეთ კარგი თამაშებით დროებით. ისე მოვიგე ისა პაპა კარლოს 5 ყველა მოგება მაქვს და ისევ წავაგე ეს ბოლო რაუნდი სისტრაფეზე რაც არის. ისაც არის ეზარება ყველა პიკებს. თამაშის მონტრეალება გამიმარტივდა იქიდან გამომდინარე რომ ის ორი შეკითხვა რაც გავაფუჭე ორივე ვიცოდი მესამე რა ჩანელმა იყო ჩანელმა ისიც ვიცოდი და ჩავთვალე რომ შემდეგ რაც იქნებოდა ისიც მეწოდინებოდა და რაღაცა თუ დაჯერება შემემატა მაგითი კადეგი იყო მხოლოდ და მე პირველ მე რო შეკითხვა რო წამოვიდა მივხვდი რომ ალბათ არც ისე შორს ვარ ამ თემისგან ბურთი ხო მრგვალია ფეხბურთში და აქაც ბევრი რამეა დამოკიდებული შეკითხვა რანაირი მოვა იმიტომ ყველანაირი ცოდნა და ფეხბურთის ცოდნაც უკვე ფრაგმენტულია და რაღაცა შენიცი, რაღაცა სხვა მიცის, რაღაცა შენ უფრო სწრაფად იხსენებ, რაღაცა სხვა უფრო სწრაფად იხსენებს. ამიტომ ფორტუნა ზეა ბევრი რამე დამოკიდებული. ძალიან ვერ ულობდი თავიდან, თან ვიცოდი რომ მეორე რაუნდი ჯანელასი იყო, პაპა კარლოს 5, მაგრამ ბოლო რაუნდში შემემატა თავდაჯერება და გონია რომ მაგან განაპირობა გამარჯვებოდა ჯანელას, რა ვიცი, ძალიან დიდი მადლობა, ძალიან კაი ოპონენტი იყო, ვისიამოვნე თამაში ძალიან. მშვენიერი სეირი გამოვიდა ჩემი აზრით. ვა, ეს ყველა მოგებული მაქვს ეს ის. პაპა კარლოს. კატოსთანაც მოგებული. კატოს მოუგე. ცინცაბაძესთან, მინასთან არ იყო. ამ რაუნდის ისახარ რა. ლეგენდარული. აი ეს ნონა გაფრინდაშვილის თასი როა ჭადრაკში რაღაც. ამის თასი თუ გექნებათ ჩემი სახელი და ჯანელას ჩანელას 5 ხო. ქუთაისის პრესტიჟი. რატო თქვი ეს ახლა იმიტომ რომ გავიმეორო გადავაბა და ვერ ვავალ მაგას. მე ნომბაძავ. ესე ადვილი არ არის. კი ბატონო. გამოიწერეთ. ბეტსონ სპორტ. YouTube-ზე მაგას გავიგავწერ იყოს და მე გამომიწერ. მე ვიტყვი თუ გიყო გამოიწერეთ ბეტსონ სპორტ. ვერ ამბობ შენ და მე გიზმაძა. გამოიწერეთ ბეტსონ სპორტს. ისე გავფუჭდი. ეგ არის? აი! ანუ რატო? შოტლანდია რა თქმა უნდა. რატო არ უყურებ დანარჩენ რაღაცებს? ეს და შეკონტროლებული ლომი რაღაცა. სახეს უკარგავენ ლომებს.